თავის დროზე შენგან გავიდე ეს ტერმინი utility function-ი. მაგის მოყალავენ. ხო, და მინდა რომ აი მაგაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ გულწრფელად ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ დონეზე ვისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT-ს ველაპარაკე მე, მიუხედავად იმისა, რომ დავგუგლე, ესე ინტუიტიურად ძალიან მიჭირს მაგ ფუნქციის გაგება რა. კი ბატონო. ძალიან მიყვარს, ახლაც ძალიან გატაცებული ვარ ამ თემით, ალბათ უფრო ჩავუღმარდები სხვა მიმართულებიდან. ჩვენი საერთო მეგობრის ამაზის გამოისობით ჩაუჯექი იმას game theories. რომელშიც utility ფუნქციის არსი არის, უმთავრესი ან utility ფუნქციიდან გამოსვლა. ორი სიტყვით რო თქვა, ახლა თარგმანი ვერ სარგებლიანობა არის სარგებლის ფუნქცია. სარგებლის ფუნქცია. რა ანუ რაციონალური ადამიანი, რაციონალური ეკონომისტი, ჩვენი გაგებით, ხო, არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ფულის მაქსიმიზაციას. ანუ აქედან გამოდის ყველა თეორია. სინამდვილეში ასე არა. ხო, სინამდვილეში ყველა რაციონალური ადამიანის განმარტება არის ის, ვინც თავისი utility ფუნქციის, ანუ სარგებლიანობის მაქსიმიზაციას ცდილობს. არ არის აუცილებელი ეს იყოს ფული. ხო? აი, ვთქვათ, ახსენა გარევალიდაცია, ხო? იმ შემთხვევაში სარგებლიანობა გარევალიდაციის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის ზედმეტად დახარჯული ფული. ანუ დავარქმევთ ამას არარაციონალურ საქციელს. სავსებით არა.